ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. სამურაები. იაპონიის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არსებობს ერთი განსაკუთრებული ფენა, რომელმაც ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური სახე საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა. ესენი იყვნენ სამურაები. პროფესიონალი მეომრები, რომელთა გავლენა მე-12 საუკუნიდან მე-19 საუკუნის მიწურულამდე გრძელდებოდა. ჩვენ ხშირად მათ მხოლოდ ბრძოლის ველზე წარმოვიდგენთ, თუმცა სამურაის ფენომენი გაცილებით ფართოა. ეს იყო მკაცრი სოციალური იერარქია, სადაც ქცევა, საუბარი და თვით სიკვდილის მიღებაც კი განსაზღვრული იყო წესითა და ეტიკეტით. ადრეულ შუა საუკუნეებში იაპონია ერთიანი სახელმწიფოს მსგავსად არსებობდა, თუმცა ძალაუფლება დედაქალაქიდან შორს თანდათან სუსტდებოდა. ცენტრალური ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებდა მთიან და შორეულ პროვინციებს. მიწის მესაკუთრეები იძულებული გახდნენ საკუთარი ძალებით დაეცვათ მიწა, ოჯახი და მოსახლეობა. ამ პირობებში გაჩნდა შეიარაღებული მსახური, პროფესიონალი მებრძოლი, რომლის მთავარი მოვალეობა ბატონის დაცვა იყო. თავდაპირველად სამურაი არ ყოფილა არისტოკრატიული ტიტული. იგი იყო დაქირავებული პროფესიონალი მებრძოლი, რომელიც ბატონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ასეთი მსახურები თანდათან გაერთიანდნენ. მიწისა და გავლენისთვის ბრძოლები გახშირდა და ვინც უკეთ იბრძოდა, მეტ ძალაუფლებას იძენდა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სამხედრო გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვან ღირსებად იქცა და საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ახალი ფენა, ადამიანები, რომელთა მდგომარეობა სამხედრო სამსახურზე იყო დაფუძნებული. მე-12 საუკუნისთვის სამხედრო ფენამ ქვეყნის მართვაში გადამწყვეტი როლი მოიპოვა. სამოქალაქო არისტოკრატიამ გავლენა ფორმალურად შეინარჩუნა, თუმცა რეალურ ძალაუფლებასა და წესრიგს უკვე მეომრები განაგებდნენ. სამურაის ცხოვრების წესი ეფუძნებოდა ბუშიდოს. ეს კოდექსი მეომრისგან მოითხოვდა არა მხოლოდ ფიზიკურ სიმამაცეს, არამედ მაღალ მორალურ პასუხისმგებლობასა და ბატონისადმი უპირობო ერთგულებას. კულტურის ყველაზე სპეციფიკური ნაწილი კი სეპუკუ იყო. ეს არ გახლდათ უბრალო სასჯელი. ეს იყო შელახული პატივის აღდგენის ერთ-ერთი გზა, რითაც მეომარი ამტკიცებდა, რომ მისი ღირსება სიცოცხლეზე ძვირფასი იყო. სამურაების მსოფლმხედველობა გვიან პერიოდში ნათლად აისახა ტექსტში ჰაკაგურე. იგი გვიჩვენებს იდეალს, რომლის მიხედვითაც მეომარი ყოველთვის მზად უნდა იყოს სიკვდილისთვის. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნიდა სამურაის განსაკუთრებულ საზოგადოებრივ სახეს. სამურაის წვრთნა ბავშვობიდან იწყებოდა და ფიზიკურ გამძლეობასთან ერთად სულიერ დისციპლინასაც მოიცავდა. მეომრები სრულყოფილად ეუფლებოდნენ ხმლის ფლობას, მშვილდოსნობასა და ცხენოსნობას. პარალელურად ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, რადგან მეომრები მხოლოდ მებრძოლი კი არა, განათლებული ადამიანიც უნდა ყოფილიყო. სამურაის ვიზუალური იდენტობა მის შეიარაღებასთან იყო გაიგივებული. ამ აღჭურვილობის ცენტრალურ ელემენტს კატანა ლეგენდარული იაპონური ხმალი წარმოადგენდა. იაპონურ კულტურაში მას მეომრის სულს უწოდებდნენ. ხმლის დამზადების პროცესი წმინდა რიტუალად ითვლებოდა და ხშირად რამდენიმე თვეს გრძელდებოდა, რათა ფოლადს განსაკუთრებული სიმტკიცე და სინაზე მიეღო.
კატანას გარდა სამურაები ასევე იყენებდნენ შვილს, შუბს და გრძელტარიან ხმალს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სამურაის აბჯარი იოროი. დასავლური მძიმე ჯავშნისგან განსხვავებით, იაპონური აბჯარი ტყავის, რკინის ფირფიტებისა და აბრეშუმის ზონარებისგან მზადდებოდა. იგი ისე იყო შეკრული, რომ მეომარს მაქსიმალური მობილურობა შეენარჩუნებინა, როგორც ცხენზე ამხეთრებულს, ისე ქვეითად ბრძოლისას. სამურაის იდეალური ხატის მიღმა იაპონიის ისტორია ნაკლებად ცნობილ, მძიმე რეალობასაც ინახავს. მე-16 საუკუნის მიწურულს გაუთავებელი შინაომებისა და სიღარიბის გამო ბევრი დაბალი რანგის მეომარი თუ რონინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში ზოგიერთი მათგანი საკუთარ თავს, ზოგჯერ კი შვილებსაც მონებად ჰყიდდა. ყიდველები ძირითადად პორტუგალიელი ვაჭრები იყვნენ, რომლებსაც იაპონელები შორეულ კოლონიებში მცველებად თუ მუშახელად გადაჰყავდათ. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სამურაის არსებობა უშუალოდ ომს უკავშირდებოდა. მისი მთავარი მოვალეობა ბრძოლა იყო, ხოლო სოციალური მნიშვნელობა სამხედრო ძალაზე იყო დაფუძნებული. თუმცა მე-17 საუკუნიდან ვითარება შეიცვალა. ქვეყნის გაერთიანებისა და ცენტრალური ხელისუფლების გამყარების შემდეგ ფართომასშტაბიანი ომები შეწყდა და იაპონიაში ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დამყარდა. მეომარი, რომლის ცხოვრება ბრძოლისათვის იყო შექმნილი, ახალ რეალობაში აღმოჩნდა. ყოველდღიური სამხედრო საჭიროება გაქრა, მაგრამ თავად ფენა არ გაუქმებულა. სამურაებმა თანდათან სახელმწიფო სამსახურში გადაინაცვლეს. ისინი გახდნენ მოხელეები, ქალაქების მცველები, ადმინისტრატორები და მასწავლებლები. მათი როლი სამხედრო ფუნქციიდან ადმინისტრაციულისა და საგანმანათლებლო საქმიანობაზე გადავიდა. ეს პროცესი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ლოგიკურ ფინალამდე მივიდა. მეიძის რეფორმებმა სამურაებს ხმლის ტარების პრივილეგია ჩამოართვა და მათი სოციალური სტატუსი ოფიციალურად გააუქმა. თუმცა მათი ტრადიცია ერთ დღეში არ გამქრალა. მრავალი ყოფილი სამურაი და სამურაის ოჯახში აღზრდილი ადამიანი უკვე ახალ იმპერიულ არმიაში მსახურობდა. სწორედ ისინი მონაწილეობდნენ რუსეთ-იაპონიის ომშიც. ამ ომში ერთი საინტერესო მოვლენა განვითარდა, სადაც ქართული ფარიკაობის სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა. იაპონელი პოლკოვნიკი ნაკამურა ხარაგუჩი თავის მემუარებში წერს: შენობის ბოლო სართულზე ჩემი მეომრები მტრის მეომრებს წააწყდნენ და დაიწყო ბრძოლა. მე ჩემს თავს პროფესიონალ მოფარიკავედ ვთვლი და ორთაბრძოლის უამრავ სტილს ვფლობ, მაგრამ ისილეთები, რომლებსაც მტრის მებრძოლები იყენებდნენ, არასოდეს მინახავს. ისინი იბრძოდნენ მშვიდად, ყურადღებით, აკვირდებოდნენ მტრის მოძრაობებს და ერთ შანსსაც კი არ უშვებდნენ სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინათ მოწინააღმდეგესათვის. ეხლა როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ძალიან განვიცდი, რომ ჩვენ შევხვდით როგორც მტრები და არა როგორც მეგობრები. შემდგომში მე გავიგე, რომ ეს განსაცვიფრებელი მებრძოლები კავკასიიდან ქართველები იყვნენ. ამ ომის ქრონიკებში ასევე გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართველ ოფიცერს სტეფანე ახმეტელს. მისი სიმამაცე და რაც მთავარია, რაინდული დამოკიდებულება ტყვეებისა და დაჭრილების მიმართ იაპონური სარდლობის უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა. სიმბოლურია, რომ ცნობილმა იაპონელმა ადმირალმა ჰეიჰაჩირო ტოგომ სტეფანე ახმეტელს როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგეს პატივისცემის ნიშნად თავისი რჩეული სამურაის ხელით ჯილდოდ იაპონური მახვილი გაუგზავნა.